მობრძანდით უფლის სახლში, რათა ერთად განვადიდოთ ის. მოდი ჩვენი ბიბლიები წამოვწიოთ და უფალს ვუთხრათ, რომ მადლობა უფალო შენი სიტყვისთვის. რადგან შენ ამის მეშვეობით მე ლაპარაკები. თუ რა გავაკეთო, რა უნდა გავაკეთო, მახსენებ თუ რა მაქვს და რისთვის. მადლობა ყველაფრისთვის უფალო. გთხოვ, რომ გამხადო, არა მხოლოდ მომსმენი, არამედ შემსრულებელი შენი სიტყვის, შენი სახელის ადიდებლად. და ყველამ თქვა ამენ ძვირფასებო. კარგით, როგორც გითხარით, მე მინდა გავაგრძელო მეგობრებო ის რაც ესე ვთქვათ წინა კვირით დავიწყე, იმიტომ რომ თუმცა მუდმივად ვართ უფლის განდიდებაში, მაგრამ გითხარით ალბათ გახსოვთ რომ მინდა სულ იესოს შესახებ და იესოზე ვილაპარაკო მეთქი. წინა კვირას მე მქონდა გადაგება რომ იესო არის გზა და ის უნდა ავირჩიოთ და დღეს მინდა ასევე ჩვენ საყვარელი იესოზე გელაპარაკოთ. გინდათ? რომ იესო არის კარები ძვირფასებო. დღეს მინდა შევეხო იმას რომ იესო კარებია და მოდით ნახოთ თუ რას ნიშნავს ეს რომ იესო არის კარები და მე სპეციალურად ხას ვუსვამ აქ სიტყვას არჩევის, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთმა არჩევნის უფლება მოგვცა, ჩვენ არ ვართ ერთგვარი რობოტი, რომ დაგვაძალონ რაღაცის გაკეთება, არც რაღაც ესეთი მექანიზმი, რომ ჩაგვთონ, მოგმართონ, აგვამუშავონ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რათა ვიცით რომ ამ არჩევნის გამო პასუხს ვაგებთ და ვიყოთ ყოველთვის სწორი არჩევნის გზაზე. ალელუია. ძვირფასებო, ნებისმიერი სახის შენობა ნაგებობა, ობიექტი მინდა რომ თან წარმოიდგინო და ის რომ შეუძლებელია რომ კარები არ ქონდეს. ის უკვე აღარ არის შენობა, იმიტომ რომ არის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი შენობის კარები. გინახიათ შენობა, რომელსაც კარები არ აქვს. ეს უკვე შენობა აღარ არის. ეს არის რაღაც გაურკვეველი. მანქანა არ არის მანქანა თუ არ აქვს კარები. გემი, თვითმფრინავი, გიფრენიათ თვითფასებო. ჰალელუია. მე ვიცი რომ ზოგიერთი ყოფილა თვითმფრინავში, აუცილებელია რომ მას კონდეს კარები. ჰალელუია. როცა სადმე მიდიხარ, არ ეძებ რაღაც პატარა ხრელს რომ ესე ვთქვათ, იქედან შეძვრე, საკვამურზე არ ადიხარ სახურავზე რომ იქედან ჩავარდე, ფანჯრებს არ ათვალიერებ რომ რომელი ფანჯრიდან შეგიძლია შეხვიდე. შენ კარებს ეძებ. ამენ. მე მინდა პატარა მონახაზი გავაკეთო, იქედან გამომდინარე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძვირფასებო საერთოდ კარები, იმიტომ ჩვენ მივეჩვიეთ და მას ყურადღებას არ ვაქცევთ. ნახეთ, ესეთი გამონათქვამიც არის ჩვენს ძალიან ძლიერ ენაში. კარმიდამო, საკარმიდამო, გაგიგონიათ? რატომღაც არის იქ ნახსენები კარი. ეზოკარი, ხო? სახლკარი და შეიძლება კიდე ბევრი იყოს. კარს აქვს ოთინგანვე ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა. კარი ძვირფასებო არის სივრცის ერთგვარი გამყოფი. კარები არის საზღვარზე მყოფი და მნიშვნელოვანი. ის შესასვლელს აღნიშნავს და თუ შესასვლელს აღნიშნავს, ასევე გამოსასვლელს. ბოლო დროს არის მითითება, შეიძლება რამოდენიმე იყოს კარები, მაგრამ ის რომელიც მოქმედია იმას აწერია შესასვლელი ან შესვლა გამოსასვლელი. იმიტომ რომ ის გეხმარება შენ და უნდა ვიცოდეთ ძვირფასებო თუ რომელ კარს მივაკითხოთ, რომელ კარს უნდა ზურგი ვაქციოთ. ყველა კარი, რომელიც ღია არის, არ ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც ქრისტეს მიმდევარი უნდა შეხვიდე იქ და თუ დახურულია, არ ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩაიქნიო. ამენ. და აი ამაზე, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებ დღეს ვიფასებო.
კარების გარეშე ვერსად ვერ შეხვალ და შესაბამისად კარების გარეშე ვერ გამოხვალ, იმიტომ რომ შენ გჭირდება ეს. ჰალელუია. მე კიდევ ერთხელ გაკურთხებთ იესოს სახელით ძვირფასებო და მინდა რომ ვიყოთ მობილიზებული იმაში რომ გავიგოთ თუ უფალი რას გულისხმობს ამ ყველაფერში. უამრავჯერ არის ნახსენები 10,000-ობით ადგილია დათმობული კარებზე, კარიბჭეზე, კარიბჭე ასევე სიმბოლირებდა ძალაუფლების ადგილს, მდებარეობას, სადაც განიხილებოდა საქმეები, ეს მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ობიექტი იყო ძვირფასებო, ამიტომ მე მინდა დღეს თან მოკლედ შევეცადო, რომ რაღაცით წინ წავიწიოთ და დავინახოთ თუ რა დატვირთვა უნდა გქონდეს მას ჩვენთვის. ჩვენ ვისთვის ვართ კარები, ვისთვის ვართ ღია და ვისთვის ვართ დახურული. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვის ინტერესში არის რომ ის იყოს ჩვენთვის კარები და რატომ? და მივაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღებას ვიფასებოთ. საერთოდ ვიფიქროთ მოდით დღეს, ვიმსჯელოთ. ამენ, არა მხოლოდ მოვისმინოთ, ესე ვთქვათ, ქადაგება. რომ რა უნდა უფალს და რატომ გააკეთა უფალმა ესეთი ძალიან სერიოზული განაცხადი კარებთან დაკავშირებით. ჰალელუია. ღმერთმა ადამიანს მისცა სიცოცხლე. ის რასაც შენ სიცოცხლეს ცხოვრებას ეძახი, ეს არის უფლის გამბოძებული. ეს არ არის შენი დამსახურება და ვერავინ ამას ვერ დაიმსახურებს და მას უნდა რომ შენის განვლო სწორად, რათა აღმოჩნდეს სწორ კარებში ბოლოს. ამენ, იმიტომ რომ არსებობს კარები, რომელიც არსებობს და ეს სიცოცხლე ისე უნდა განვლო იმ მეორე კარებში არ აღმოჩნდე. იმიტომ რომ იქ უკვე აღარ არის ხსნა, შანსი დღეს გვაქვს, რომ სწორ კარებში მოხვდეთ და უნდა ავიღოთ ამისკენ გეზი ძვირფასებო. ჰალელუია. შენი სიცოცხლე არ არის თლიანი, ესე ვთქვათ გამოქვაბული, რომელსაც კარები არ აქვს. ის მუდმივად ღიაა. ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა გამოდის, სადაც გინდა იქ მიდიხარ და ბრუნდები. ვერ იტყვი, რომ მე არ მინდოდა მისით შემოვიდა ვიღაც. არ დამიპატიჟებია. ეს მე იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერზე ვაღებთ კარებს, ღმერთმა პასუხს, ღმერთმა ჩვენ მოგვცა კარები ძვირფასებო. და ამ კარებს აქვს სახელური. და ყოველი ადამიანი არის ვალდებული და პასუხისმგებელი თავისი კარების, რომ სახელურს საკუთარი ხელი მოგიდოს. და ვის უღებს, ვის უკეტავს, ეს უკვე იქნება საბოლოო ჯამში ცხოვრების ბოლოს ვიფასებო შეფასებული და გადაწყვეტილება მიღებული. ჰალელუია. კარები ნიშნავს რომ გინდა გააღებ და გინდა არ გააღებ. ვისაც გინდა გაუღებ და ვისაც გინდა არ გაუღებ. ჰალელუია. ადამიანი არის სული მისი სინდისით, გააჩნია ამ სულს კარები ძვირფასებო. ამენ. ადამიანს აქვს შვინვა, გონება, თავისი ფიქრებით და ასე შემდეგ და ამასაც გააჩნია კარები და ის ცხოვრობს სახლში, სხეულში გრძნობებით და მასაც გააჩნია კარები. ამიტომ მინდა რომ ამაზეც ესე ვთქვათ ვიყოთ კონცენტრირებული. ნახეთ, დერეკ პრინს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი, მოდი დავიწყოთ. მოიფყარითო თქვენს გულს, როგორც სეიფს, რომელსაც კოდირებული კარები აქვს, რომელიც შეუძლია გახსნას მხოლოდ ერთმა ხმამ, უფალ იესოს ხმამ. ამენ ძვირფასებო. ღმერთს მხოლოდ შენი გულის კარები აინტერესებს. ღმერთს მხოლოდ და მხოლოდ შენი სინდისის კარები აინტერესებს, იმიტომ რომ ეს ერთადერთია ვისი მეშვეობითაც უფალი გეკონტაქტება. ის არ ეკონტაქტება შენს ფიქრებს, ის არ ეკონტაქტება შენს გზნობებს, მას აქვს საქმე მხოლოდ და მხოლოდ შენს გულთან. ამენ. ამიტომ მხოლოდ მისთვის უნდა იყოს ეს საიდუმლო გახსნილი, რომ მას კონდეს უფლება ნებისმიერ დროს იყოს იქ.
ჰალელუია. ვის უნდა შენს ცხოვრებაში შემოსვლა? ვის ელოდები? კი, შეიძლება ყველამ თქვას, რომ რა თქმა უნდა უფალს, მაგრამ ხო არ ანაცვლებ ხოლმე. როგორ არის შენი გული? ის საკუთრება არის უფალი იესოს თუ ერთგვარი სასტუმრო? რომ როცა ესე ვთქვათ აღარ გინდა გაისტუმრებ მას და შემდეგ სხვას უხსნი ამ გარებს. მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ შენი ცხოვრების კარებთან ეშმაკიც არის ჩასაფრებული. მას სურს ოკუპირება მოახდინოს შენი გულის ძვირფასებო. თავარი ოკუპანტი ის არის. დღეს ბევრი გვესმის თუ ვინ არის ოკუპანტი, თელმა მსოფლიომ იცის ეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ოკუპანტი არის ეშმაკი. გესმით მეგობრებო? მოდით ნახოთ დაბადების მეოთხე თავი. მეშვიდე გუხში წერია, რომ თუ სიკეთის მქნელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო, ხოლო თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებული კართან და შენსკენ აქვს ხტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე. მას უნდა მუდმივად შემოიჭრას და დაიკავოს შენი გული, მაგრამ შენ გაქვს შანსი, რომ იბატონო მასზე და არ შემოუშვა. შეუძლებელია, რომ გაიმარჯვო ეშმაკზე იესოს გარეშე. შეუძლებელია, რომ სიკეთე აკეთო იესოს გარეშე. გამორიცხულია. იმიტომ რომ იესოს გარეშე სიკეთე, ეს სიკეთე აღარ არის. ეს არის ვაჭრობა. გავაკეთე და ველოდები რომ მივიღო მისგან. იმიტომ ღვთაებრივი სიკეთე უანგაროდ ხდება. ის არ ელოდება. ის მუდმივად აკეთებს. გესმით ძვირფასებო? ამიტომ ერთადერთი შანსი რომ ჩვენ ვაკეთოთ სიკეთე, როგორც უფალს მოსწონს, ჰალელუია, და ვიმარჯვებდეთ ჩასაფრებულ ეშმაკზე. ის მუდმივად იქნება ჩასაფრებული. ერთადერთი თუ როგორ არ შემოვიდეს ის შენთან არის ის, რომ მას არ უნდა გაუღოკარები და გააგრძელოს სიკეთის ქმნა. ჰალელუია. მას არ უნდა მისცეს საშუალება და არ უნდა დაუტოვო ადგილი. ამენ. გინდა არ შემოვიდეს ეშმაკი შენ ცხოვრებაში, შენს გულში. არ უნდა გაუღო მას ეს კარები, იმიტომ რომ ის ჩასაფრებული არის ყოველი ადამიანის ცხოვრების კარებთან. ყოველი ადამიანის გულთან და გულის კართან. ყოველი ადამიანის ფიქრების კარებთან. ძვირფასებო, ის მუდმივად აგრძელებს ჩასაფრებას. განუწყვეტლივ, სანამ ადამიანს სული უდგას პირში, როგორც სიტყვია. ანუ სანამ ის ცოცხალია ადამიანი, მუდმივად უნდა იყოს ფრთხილი ამასთან დაკავშირებით. ჰალელუია. შენ გაიმარჯვებ ცოდვაზე, მხოლოდ და მხოლოდ იესოს მეშვეობით, თუ მას ექნება თავისუფლება. აი ამ კარებთან მიახლოების. თუ მას ექნება საშუალება, რომ როდესაც მოუნდება იყოს შენთან. ჰალელუია. ღმერთი ყოველთვის ეძებს ძვირფასებო გამოსავალს ჩვენთვის. გესმით? გამოსავალი ღმერთისგან არის ერთგვარი კარები. გამოსავალი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, სწორედ ეს შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ არის გამოსავალი, როგორც უფლისგან. ყოველი გამოსავალი უფლისგან არის კარები, რომელსაც უფალი გვთავაზობს და რომლისკენაც მიგვითითებს. ჰალელუია. კიდობანი იყო ძვირფასებო გამოსავალი გადარჩენისთვის. გესმით? ნოემ ააგო კიდობანი და შემდეგ, როდესაც დაასრულა, გახსნა მისი კარები. მოდით ნახოთ ეს ილუსტრაციაც. რას ვხედავთ? რა თქმა უნდა, ეპატეჟებოდა ის ხალხს და რას ეუბნებოდა ძვირფასებო? რატომ უნდა შესულიყვნენ ისინი იქ? და რა თქმა უნდა, რომ შეხვიდეს სადღაც, მეორე ადგილი უნდა მიატოვო. ვერ იქნები ორდროულად ორ ადგილზე. რომ დიდი წარღვნა მოვაო. გესმით? და გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი
არის ის კარები, რომლიდანაც უნდა შეხვიდეთ და რომელიც არის ოღია. სხვა კარები გადარჩენის არ არსებობდა. რა თქმა უნდა, დღეს ბევრი ამბობს, რომ არის კიდე სხვა გზები. ეს რელიგია არის შესაძლებელი. ესმენთ, ბევრი რელიგია არსებობს ვირფასებო. ყველას აქვს თავისი შეხედულება. მუსლიმები ამბობენ, რომ ერთ-ერთი გზა არის გადარჩენის. შეიძლება მართლმადიდებლები ამბობენ, კათოლიკები ამბობენ, სხვა მიმდინარეობა ამბობს. ესმენთ, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი იყო სწორედ ამ კარებიდან შესვლა კიდობანში, რომელიც ღმერთმა აგო. მაშინაც ამბობდნენ, რომ მე მაქვს ჩემი გზა და შეიძლება ის იყო დარწმუნებული ამ გზაში. ჰალელუია. მაგრამ არავის არ ქონდა შემოთავაზებული, არა მხოლოდ გეგმა, როგორც დღეს. არავის არ აქვს შემოთავაზებული გეგმა, მონახაზი, ესკიზიც კი, როგორ შეიძლება ადამიანი გადარჩეს იმ თავისი რელიგიის მეშვეობით. ამენ ძვირფასებო. აი რატომ ვართ ამ გზაზე? არა იმიტომ რომ ეს რაღაც ალტერნატიული გზა არის, რომელზეც ჩვენ ვდგევართ. იქაც არის გადარჩენა, იქაც არის, მაგრამ მე უფრო ეს მაწყობს, იცი? მიესადაგება ჩემს ქვეცნობიერებას, ჩემს ცოდნას, ჩემს ტრადიციას, ჩემს წინაპარს და ასე შემდეგ. ძვირფასებო მიაქციათ ამას ყურადღება. ერთადერთი კარები გადარჩენის იყო მაშინ კიდობანი. მაგრამ რა შვებოდა? ხალხი დასცინოდა, ნუ აქ შეიძლება იმდენად კარგად არ ჩანს, ირონია, შეურაცხყოფა, ლანძღვა. გესმით? რომ არც ქონდათ რეალურად დანახული მაშინ წვიმა ძვირფასებო ხალხს, ორთქლით ირწყვებოდა მაშინ ყველაფერი. და ეს ამბობდა, რომ ისეთი წვიმა მოვა, რომ წაილეკებაო ყველაფერი. და ნახეთ, ხალხმა დაიწყო იგნორირება ამ ყველაფერს, როგორც ხდება დღეს, იმიტომ რომ უფალმა თქვა, ხო, როგორც იქნება ნოეს დღეებში, როგორც იყო ლოტის დღეებში, ისე არის დღესაც. ხალხი აგრძელებდა თავის საქმიანობას, ჭამდა, სვამდა, ქორწინდებოდა, მუშაობდა, აშენებდა, რგავდა. სად არის დღეს ხალხი? რამდენი ადამიანი არ არის დღეს ეკლესიაში? აკეთებს იმას, ახალი არაფერი არ არის ამ ცისქვეშეთში. რაც იყო ნოეს დროს, რაც იყო ლოტის დროს. გებულობ ძვირფასებო რაშია საქმე? დაკავებულია ადამიანი. ღმერთი უყვარს. შეიძლება თქვას, რომ ღმერთი ყველგან არის მასთან. როგორც იყო იესოს არ უთქვამს, ცოტა სხვანაირად იქნება, უფრო თანამედროვე იქნება ეს პროცესი. 21 საუკუნეა მაინც ტექნოლოგიის ბუმის ერა. არა, ზუსტად იგივენაირად იქნება, როგორც მაშინ იყო საუკუნეების წინ. ხალხი თავს იმართლებდა, თუ რატომ არ იყო უფალთან. ჰალელუია. რატომ დაიღუპა ძვირფასებო? ნახეთ, შემდეგი ილუსტრაცია. აქ არის ის ხალხი, რომელიც ჩვენას ითხოვს, რომელიც დასცინოდა ნოეს და არ შევიდა კიდობანში. ეს კიდე არ არის ის ილუსტრაცია, რომელიც რეალობაში მოხდა. უბრალოდ მინდა დავინახოთ, რამდენად საშინელება არის. და ხალხი იმდენად ამ წარღვნის წყალმა კი არ დაღუპა, არამედ ურჩობამ, არამედ იმან, რომ იმ კარებში არ შევიდა. დღეს ადამიანები პრობლემაში იმის გამო კი არ არიან, რომ ცოდვაში ცხოვრობენ, ეს ნათელია. იმის გამო, რომ არ იყენებენ შანსს შეცვლის, გამოსწორების, მონანიების. არ ინანიებენ. და რაც მთავარია, არ უჯერებენ უფლის სიტყვას. გებულობთ მეგობრებო. პრობლემა ცოდვის გამო კი არ გაქვს, დაუჯერებლობის გამო გაქვს. თორე გასაგებია, რომ ცოდვაში იბადება ხორცი.
ნახეთ, ვიდრე კარები იყო ღია, იყო შანსი. დღეს შანსი აქვს კაცობრიობას გადარჩენის. მაგრამ, როდესაც უფალმა თქვა, დადგა ჟამი და იწყება წვიმა. მინდა ერთი საინტერესო ადგილი ვნახოთ ძვირფასებო. შემდეგი, მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვეტებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა და დაგმანა უფალმა კარი. მიაქციეთ ყურადღება, მეგობრებო. დახურვა ამ კარის უკვე აღარ იყო ნოეს კომპეტენცია. ნოეს არ დაუხურია ეს კარები. გესმით? ის უკვე ღმერთმა დახურა. მოვა დრო დღევანდელ რეალობაში და უფალი დახურავს გადარჩენის კარებს. ბიბლიის კარებს. სულიწმინდის კარებს. და მერე იქნება გვიანი. გესმით? ღმერთმა დახურა კარები კიდობნის. ღმერთ შეუძლია. შენ არ შეგიძლია გარედან მოკიდო შიდა სახელურს ხელი. ამენ? მაგრამ ღმერთ შეუძლია. ღმერთს არ დაუღუპავს ის ხალხი. დღეს ისე ადვილად შეუძლიან თითი მიუშვირონ უფალს და დაადანაშაულონ. ღმერთი არ ღუპავს არავის. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანისთვის ჯოჯოხეთი. გესმით? ღმერთი ყოველთვის გამოსავალს გვაძლევს. ყოველთვის გამუდმებით. მისი გადარჩენის კარები ყოველთვის რეალურია. შენ უნდა გადაწყვიტო და აირჩიო და მაჩვენე ბიბლიაში ერთი ადამიანი, რომელიც გადარჩა კიდობნის მიღმა. და ვიფიქროთ მერე, რომ შესაძლებელია ეკლესიის გარეშე დღეს გადარჩენა, იესოს გარეშე გადარჩენა. გადარჩა ვინმე? აბსოლუტურად არავინ. ამაზე უბრალო ადვილი და გასაგები გამოსავალი შეიძლება გქონდეს. მისი ღირსიც არ არის კაცობრიობა. მისი მადლია ძვირფასებო აქ. ამენ? ღმერთმა წარღვნის შემდეგაც გააფრთხილა ხალხი, რომ არ ცდუნებულიყო ეშმაკისგან. რომ გაეგრძელებინა მასთან ცხოვრება. ემით რომ ის ისევ ჩასაფრებულია. ის იყო ჩასაფრებული, არის ჩასაფრებული და ვიდრე იესო არ მოუგლიხავს კისერს, მანამდე იქნება ჩასაფრებული, რომ გაცდუნოს შენ. მას არ შეუძლია უმტროს ღმერთს, იმიტომ რომ გაბრაზებულია ძალიან მასზე, რომ გადმოაგდო კარგი ადგილებიდან და ის ეცდება ღმერთის მიმდევარს გაუკეთოს ცუდი და მიაყენოს ზიანი. ეშმაკი ჩასაფრებულია, იმიტომ რომ ელოდება, რომ გაუხსნა კარები. რატომ შეიყვანა ძვირფასებო ბიბლიაში ღმერთმა? ესე ვთქვათ, დამარცხებული ხალხის კატეგორია. არ არის სასიამოვნო მოსასმენი. კარგად იწყებდნენ და ცუდად დაამთავრეს. რატომ ჩვენთვის ეს ისტორია? იმიტომ რომ არ თქვა, მე არ გაუღებ კარს ამ ეშმაკს, რომელიც ჩასაფრებულია კართან. მე ვიცი, მე შემიძლია კაცო, მე დავძლებ, მე გადავლახავ, მე მაგარი ვარ. ეს გააკეთა ესავმა, ჩასაფრებულ ეშმაკს გაუღო კარები, საულმა, სამსონმა, გეხაზი, სოლომონმა და შეგვიძლია სია გააგრძელო ძვირფასო. ძალიან ბევრმა იუდათი დამთავრებულმა და დღეს კიდე გრძელდება. მერყეობა, სიჯიუტე, სიზარმაცე. ძვირფასებო,
ნახეთ, თითქოს არაფერი. არ ჩანს ეს, შენ მალავ მას. გაქვს ესეთი სულიერი კამუფლაჟი გაკეთებული. მაგრამ იგავების 26 თავში, ნახეთ, როგორი მიმზიდველი ხერხი მოიგონა ეშმაკმა. როგორც თავის ანჯამაზე ტრიალებსო კარი, ისე ზარმაცი თავის ლოგინზე. გესმით? კარი არ არის დაჭედებული ძვირფასებო, ის ტრიალებს რომ გაიღოს და დაიხუროს. მისი მისია არის ამისთვის. გესმით? ზარმაცივით. ხვალიდან ცოტა ხანში მეც არ ვიზა. ესეა მერყეობაც, ესეა სიჯიუტეც. დასაწყისი სიმპტომები დაღუპვის. შეიძლება კატეგორიული უარი არ ქონდათ ძვირფასნო არც იმ ხალხს ნოერო უქადაგებდა შემოდითო კიდობაში. მაგრამ ზოგი მერყეობდა, ზოგი ჯიუტობდა, ზოგი ზარმაცობდა, დიდი მასა იყო კონცენტრირებული, რომ აი სხვა თუ წავა მეც გავყვები, ის არ მიდის და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ გაუღო შენი ოჯახი, სახლის კარები, ესეთ ფუფუნებას, რომელსაც ეწოდება დავა და კამათი. შეწყვიტე შენ სახლში. არ გაუღო, იმიტომ ყოველთვის არის საბაბი დავის, შეუთანხმებლობის. კამათის, გამტკიცებს, მე უფროსი ვარ და ესე იქნება. ესმეთ, არასოდეს შეწყვიტეთ საჩივრები ერთმანეთზე. ადრე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში, არ ვიცი ეხლა მგონი აღარ არის, ეხლა უფრო პირიქით, აი რა მოგეწონათ, შემოგთავაზებენ ხოლმე სადმე თუ მედიხარ რომ მოგემსახურებიან, ეს იქნება კვების ობიექტი თუ რაღაც სხვადასხვა მაღაზია. იქ შეგეძლო, არ მომეწონა იმ კომედიაში რო არის. კატლეტმა მომწავლა თქვენმა ხორცმაო. გახსოვთ, დაჭველებზეა, ხო? თუ სტრაფებზე თუ. ხო და შენ ინტრიგანი ხარო, კაცო, სად იყო ჩვენს კატლეტში ხორცი? გესმენთ? საჩივრის წიგნი მომეც იქ წერდიო, რაღაც არასწორად გააკეთეს. კამპოტში 6 კოვზი შაქრის ნაცვლად იყო 5. შეწყვიტე საჩივრები. ეს არის ეშმაკისთვის კარების გაღება. ამენ? და ასევე შეწყვიტე განსჯა. მოდი ვნახოთ შემდეგი ადგილი. ნუ ჩივით ერთმანეთზე ძმებო, რათა არ გასამართლდეთ. აჰა, მოსამართლე კარზეა მომდგარი. ძვირფასებო, მოდით აწიოს ხელი იმან, ვინც არის მოსამართლე აქ. არის მოსამართლე ვინმე? არა, ხართ მოსამართლე. როგორ ხვდები მოსამართლეს? მას სპეციალური მანტია აცვია, ქუდი აქვს, ჩაქუჩი. თავში ურტყამენ ამ ჩაქუჩს. თუ არ ხარ კომპეტენტური, მანტია არა გაქვს, დიპლომი არ გაქვს მოსამართლის და არც ჩაქუჩი. რატო ასამართლებ? ალო. კარზეა მოსამართლე მომდგარი. თუ იქნებ შენ ახარ, ვისაც უნდა ველოდოთ, შენ უნდა შენ თუ სხვა არის მოსამართლე ძვირფასნო. ვინ არის ეს მოსამართლე? მამამ თქვა არა, მე არა ვარ იესო. იესო თქვა მეც არა ვარო. სიტყვა ძვირფასებო ჩვენი გამსამართლებელი. ნუ რა თქმა უნდა იესოა ეს, მაგრამ რომ არ შეგეშინდეს. აი, შენი მოსამართლე ვინ არის? რომელიც გაგასამართლებს. რის გამო? აი, აქ რომ გითხარი და არ გააკეთო, ამის გამო გასამართლდები.
ამენ. კარზეა მომდგარი. შეწყვეტეს ხვისი გასამართლება. თუნდაც იმიტომ რომ არ ხარ მოსამართლე. ამენ. და სწორად მოიქეცი. ამენ. შევთანხმდით ხო რომ არ ხარ მოსამართლე. ასევე მნიშვნელოვანია მეგობრებო, რომ ხო იცით ერთი ანდაზა ჩვენ რო გვიყვარს და ხშირად ვამბობთ. თუ გინდა შეინარჩუნო ორი რამ. ფიგურა და ასევე ურთიერთობები. ამ ორი რაღაცის გინდათ? ამ ორი რაღაცის შენარჩუნებისთვის არის ერთი რაღაცა გასაკეთებელი. დროზე დაკეტო პირი. ამენ. თუ პირს დროზე დაკეტავ, ფიგურაც კარგი გექნება. ჰალელუია. ამენ. და ურთიერთობებიც კარგი იქნება, იმიტომ რომ როგორც კი პირი იღება, იქ ჩასაფრებულია საჭმელი. და ასევე, როგორც კი პირი იღება, იქ ჩასაფრებულია სხვისი გასამართლება. 151 ფსალმონში. უფალო გუშაკი დაუყენე ჩემს პირს და დარაჯე ჩემს ბაგებს. ორიგინალი ამბობს ვირფასებო რომ პირის კარები დამიხურე. გესმენთ? ლაგამი ამოსდე შენს ენას და იჭირე. და გადარჩები შენ და მთელი შენი სახლი. ქება მას. მომყვებით მეგობრებო. ჰალელუია. რატომ ეპატია დავითს? ამიტომ რომ მოინანია და შეიცვალა. რატომ ეპატია მოხეტიალე შვილს? რა გააკეთა? ნუ ცოტათი იცრუა, როცა ურჩი ხდები. იქ რა თქმა უნდა ფიგურირებს სიჯიუტე, სიზარმაცე, გესმით? რა თქმა უნდა, მერყეობა, მერე აუცილებლად დაგჭირდება ინსტრუმენტი, რომელსაც ეწოდება სიცრუე. არ გინდა, შეიძლება არ გიყვარს, მაგრამ გიწევს. წავიდა, გაფლანგა და ნახეთ. დაკარგა, ძალიან დიდი კურთხევა მამის. მემკვიდრეობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩაფიქრდა, რომ უფალო იმაზე კარგი ადგილი არ არსებობს, რომელსაც შენ თავაზობ. ამენ. მოინანია, დაბრუნდა, გვაქვს ეს ილუსტრაცია. და მამას უთხრა მაპატიე. და მამამ მიიღო და აღადგინა. ამენ. დაუბრუნა ძალაუფლება. ჰალელუია. რატომ ეპატია იონას? ღმერთს გაექცა, არ დაუჯერა უფალს. უფალმა გაგზავნა მისით და გაექცა. მოატყუა. რომ არ უჯერებ, ატყუებ უფალს. რომ არ ემორჩილები, ცრუობ. ნახეთ. და იონას სასწაულები, აი მართლა ყველაზე საინტერესო კინო რა. აი ზეცაზე რომ მივალ, აი მინდა მოვაყოლო თავიდან ბოლომდე, იქ რასაკეთებდა. მოინანია ზვირფასებომა. ამენ. ნამდვილი მონანიება აღებს მოწყალების კარებს. ჰალელუია. არა ისე, იცი, არის მონანიება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს თვალები, ძრემლი მოდის. სინანული ფიქრები, ეს როგორ გავაკეთე. მაგრამ არის გულის მონანიება. გულის მონანიება აღებს პრობლემების კარებს. ამენ. მონანიებამ გახსნა ვეშაპის პირი. დიდი თევზის, ხო ვეშაპი კონკრეტულად არ არის ნახსენები.
შეიძლება ზვიგენი იყო, შეიძლება რაღაც მონსტრი იყო, არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს? თევზი, რომელმაც გადაყლაპა ის. ამიტომ მონანიება აღებს პრობლემების ჩაკეტილ კარებს თლიანად. ესეც სპაზმა დაემართა თევზს და ვეღარ დახურა. ღმერთმა გახსნა ეს კარები. ნებისმიერ პრობლემას თუ ყავხარ გადაყლაპული. თუ მოინანიებთ ეთქვი უფალო ვიცვლები, გახსნის ამ პრობლემის კარებს და გამოგიყვანს გარეთ. ამენ. შეიძლება გონია რომ დამთავრდა იღუპები, მაგრამ ღმერთი არის გამოსავალ. ჰალელუია. მოდი გავიღვიძოთ. ჰალელუია. სიფხიზლე გმართებთ. დიდება უფალს ვიფასებო. დახურე შენი თვალის კარები, ყურის კარები, ცხვირის კარები, რომელიც ცხვრის საქმეებში აპირებს შესვლას, შენი გონების კარები, შენი გულის კარები. გესმენთ? დახურე ყველაფრისთვის და იესოსთვის გააღე. ჰალელუია. რომელიც გვაფრთხილებს, რომ არ გავექცეთ მისთვის ტანჯვის კარებს. არ მოტრიალდე იესოსთვის ტანჯვის კარებიდან. შედი იქ. ის ბოლომდე მეგიყვანს და მოგეხმარება. ამენ. არ ეძებო კომფორტული და ადვილი კარები. ჰალელუია. იესო თქვა, ვიწრო კარები უნდა აერჩიო და იქიდან შეხვიდე. ვიწრო და პრობლემური გზა. მოდი, ერთი კარგი ილუსტრაცია ვნახოთ ძვირფასებო. ძალიან მომწონს. ვიწრო კარები. ნახეთ. ჯვრიდან, აი მართლა ესეთი კარები რო იყოს, ძალიან რთულია. კომფორტულად ვერ გამოხვალ იქიდან. ძალისხმევა არის საჭირო. შეუძლებელია ჯვრის გარე შემოვიდეს გადარჩენა. ამენ. ვიწრო კარიდან შედი. ნუ ეძებ კომფორტულ და დიდ კარებს. ჰალელუია. ლუკას 13 თავი ვნახოთ მეგობრებო. ძალღონი არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან გეუბნებით მრავალი ეცნება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს. რატო ვერ შეძლებს ვირფასებო? საქმე აქვს. რატომ დღეს მრავალს უნდა მოსვლა? რატო ვერ შეძლო? მათგან ფიქრობ, თითქმის 100% არც ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ აღარ წამსიესო. არა, უყვარს ყველას შეიძლება, მაგრამ რატომ? როგორც იყო ნოეს დღეებში და იყო ლოტის. ჭამას მაქვს. დარგვა. გესმენთ? აშენება. ჰალელუია. კიდე რა აქვს? რაღაც წეულება, შეიძლება ქორწილი, ახლა ქორწილი თქვა არ გონია რომ მეცოდინებოდა ყოველ შემთხვევაში. ან დაპატიჟებით ან რაღაცისთვის. ჩვეულებრივად. გესმენთ? შემოსავალი, ჩასაფრებული, ეშმაკი, ცოდვა. გამარჯვებული აღმოჩნდა მათ ცხოვრებაში, მეტი არაფერი. მიზეზები. ჰალელუია. ან ხვალიდან, უკვე მომდევნო კვირიდან ვარ შენთან. და იმდენად სასაცილო მიზეზია. თითქმის ყველა, რომ იესოს ვერ გაუბედავნა, იქ რო დადგებიან მის წინაშე, იმ ბოლო დროს, იმას ვეღარ ეტყვიან უფალს. ან რაიმე პრობლემატური რო იყოს მათ ცხოვრებაში, ამის გამო არ დარჩებიან. არ დარჩებიან. გესმენთ? იმიტომ რომ ფართო გზა უკეთესია ვიწრო გზაზე. დიდი კარიბჭე უკეთესია პატარაზე.
რატომ უნდა გაძვრე სადღაც დაისვარო, გაუფლიამდე, დაიღალო, დამცირდე და დამდაბლდე. თავისუფალი იყავი, კაცო. გესმით? ჰალელუია. ძვირფასებო, არის ორი კარები. ჯოჯოხეთის და სამოთხის. სადაც აღმოჩნდებით სიკვდილი. ეს არის არადასასრული ადამიანის არსებობის ნახოთ ეს. არამედ წარსდგომა ორი კარების წინაშე. სამოთხის და ჯოჯოხეთის. სიკვდილით ადამიანის ცხოვრება არ მთავრდება. ის აღმოჩნდება აი ამ კარების წინაშე. გესმით? სად გავატარებ? სად გვინდა? ეგ არ ვკითხავენ, სად გინდა. ძვირფასებო, სამოთხი ან ჯოჯოხეთი ის ადგილი კი არ არის, სადაც ადამიანი აღმოჩნდება ან ვარდება, ან აგდებენ, ესე ვთქვათ, რბილად. არამედ ეს არის ის ადგილი, რომელსაც ირჩევს ადამიანი. და წარმოიდგინე, ქრისტეს მიმდევარი თავისი საქმეებიდან გამომდინარე ირჩევს სამწუხაროდ ჯოჯოხეთში მოხვედრას. იმიტომ იქ ძალით არავინ არ ჩაგაგდებს. არც ეშმაკი. ეს არის რეალობა, რომელიც მინდა დაიმახსოვროთ. იმახსოვრეთ? ჰალელუია. წუთისოფელში რასაც ირჩევ, მარადიულში ის აღმოჩნდება. ის გახდება რეალობად. ის კარი გაიღება აქ, რასაც ირჩევ. იქ შეცდომა არ ხდება. იქ სამართლიანობა არის. ამიტომ აი ეხლავე შეგვიძლია წარმოიდგინო, მოდი რამოდენიმე წამით დახუჭე შენი თვალი. რომელ კარებს ირჩევ შენი საქმიანობით ამ წუთისოფელში. როგორც იქცევი. ეს ხო გამორიცხავს არა, მე არ კლავი, მე არ მრუშობ. ის რასაც აკეთებ. ამ ყველაფრით მოხდები სამოთხეში. შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ ირჩევ ისევ ამ გზას და შეიცვალე. ვერ ეტყვი უფალს, უფალო ეს. აქ რატო ავყოჩდი, მე ამას არ მიმსახურებდი და ასე შემდეგ. დაფიქრდი. ასევე ძვირფასებო, არის ძალიან კარგი ილუსტრაცია, მინდა ამაზე ცოტათი ერთად ვიფიქროთ ყველა. ვიმსჯელოთ, მოდით ნახოთ. ორი კარებია. ეკლესიაში და მეორე უფალთან. შენ რომელ კარებში ხარ მოსული დღეს? უფალთან ხარ თუ ეკლესიაში ხარ? და არის განსხვავება ამათ შორის, იმიტომ რომ უმრავლესობა ეკლესიაში მოდის, მაგრამ ერთეულები მოდის უფალთან. მოდით დავშავლოთ მარტივ მომრავლებლად. რას ნიშნავს ეკლესიაში მისვლა? თავისუფალი ხარ რა. რიგი დადგა შენი რომ მოსულიყავი. შეიძლება მეათედი მოიტანე. რაღაც კარგ ხასიათზე ხარ. ზიხარ. შეიძლება თქვა ეკლესიაში მოსულმა რომ აი იმას იქ რა უნდა. ამას რა აცვია. ეხლა ეს უნდა ქადაგებდეს და მე არ ვიждდი ამ ხელა სულიერი მონსტრი. მეტი ვიცი. შენ ვინ გეკითხება საერთოდ? აი მე უგრძნობ რომ ესე არ არის. აი როცა მომინდება ამას გავაკეთებ. და უფალი გოეუბნება ჩვენ რომ ხდება ესეთი რაღაცები ეკლესიაში. ჭამთო ერთმანეთს. არ მოსპოთო ერთმანეთი ამ ჭამას მასში. ერთმანეთის. ეგენმა გააკეთო კაცო. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის რომ აქ რაღაც შესაკეთებელია. თუ რამე ისეთი და შეუძლია თავისუფლად თქვას რომ ეკლესია ფულს ითხოვს. არ მაფასებს.
ისინი უფრო უყვარა. მაგრამ ეს ძალიან გრძელი სია არის. ხო? იცი შენ ეს. მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ უფალთან მისული რას აკეთებს. რატო არის ცოტა ესეთი? გინდა რომელ კარში გინდა იდგე კართან? გავს შენი საქციელი უფალთან მისულს. უფალთან მისული რას აკეთებს? რა მნიშვნელობა აქვს ვინ დამინახავს მე ეს უნდა გავაკეთო? არა როგორც ჩემი, არამედ შენი ნება იყოს უფალო. რასაც დამავალებ, როდესაც გინდა. არ აქვს მნიშვნელობა მე მცალია თუ არა. კონდეს იმედი, რომ მე ყოველთვის შესაძლებლობის და გვარად ვიქნები შენთან. მე წამგზავნე. რომელ კართან ჯობია ყოფნა? რომელი მოგეწონა უფრო და გესიამოვნა? ჰალელუია. აი განსხვავება ძვირფასებო. ჩვენ ხო სულ გვეუბნებიან მოდი ეკა მოვედი ეკლესიაში. ნახე მოსული ვარ მე კაცო. შეიძლება ვინც დღეს არ არის მომდევნო მსახურებაზე მოვიდეს ის. მოვედი რატომ მედალი არ ჩამომკიდე? არა. მოდი, მაგრამ უფალთან მოდი. ამენ. უფლის კარებთან დადექი. იმიტომ რომ ეკლესიაში მოსულს გეგმა აქვს. აი ამ დროს არ მაინტერესებს. შენ თუ არ დაკეტავ მქადაგებელო პირს, მე მაინც წავალ. შეგიძლიათ გაიღიმოთ შიგადაშიგ. ამენ. მაგრამ უფალთან მოსული რას დამავალებთ? თავარია, შენ რა გეგმა გაქვს უფალო ჩემთვის დღეს? ამის გამტკიცებელი ვარ. უთხარი შენს გვერდით პრინცის რომ იფიქრე ამაზე. უფალთან მომსვლელი, უფლის კარებთან მდგომი. იცი რატო არის მოსული? რომ თქვას, უფალო, დღეს შემცვალე, მამხილე, მასწავლე, მაკურთხე. ამენ, გამომასწორე და ისე გამეშვი სახში. ეკლესიაში მოსულმა შეიძლება სხვას აუწიოს, თითი და უთხრას, ეს ესე გააკეთე. ამენ. ძვირფასებო, ვიყოთ უბრალონი ამაში და გავიგოთ სწორად ეს ყველაფერი. დიდება უფალს. გახსენი შენი ბიბლიის კარები, არა მხოლოდ მოსასმენად, არამედ შესასრულებლად. თუ შენი ბიბლია დახურულია, ღმერთის კარი არ იქნება გახსნილი შენთვის. ამენ. და თუ მხოლოდ მომსმენი ხარ, კითხველი და მომსმენი, არ შეიცვლება რამე, არ დაიძრება ყინული შენი ცხოვრების პრობლემების. ასევე იცოდე რომ გასაღები ძვირფასებო, რომ ღმერთის კარი გაიხსნას არის ლოცვა, როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი. იარეთ ლოცვით მსახურებებზე, იარეთ ოთხშაბათს, გამონახე დრო და მოდი. ნუ შვებ, ვინ ჩასაფრებულია შენს კართან, ინტერნეტის მეშვეობით. ყოველ პარასკევს ღამის ლოცვაა ეკლესიაში. შემოუერთდი. თუ შორს ხარ და ვერ ახერხებ, იყავი კონტაქტზე, ტელეფონით. მათთან ერთად ილოცე. ნახევარი საათი, 1 საათი, 2 საათი. მოგვარებული გაქვს ყველაფერი, აღარ ხდება ლოცვა. ზოგმა იცის ხოლმე პოსტით რო უგზავნი რაღაც, ილოცეთ რა ჩემთვის. თუ შენ არ ლოცულობ შენთვის, არავინ არ ილოცებს შენთვის. შეიძლება, ესე ხათრისთვის რაღაც გააკეთოს, მაგრამ უფალი არ გააკეთებს. ამენ. სხვერპლის გაღება ისწავლე, სხვისთვის ილოცე. ჰალელუია. და მუდმივი ინდივიდუალური ლოცვაც გქონდეს.
გაიმარჯვებს, ვინც ჩასაფრებულია შენს კართან. ტელევიზორს გათიშავ, ინტერნეტს გათიშავ, ტელეფონს გათიშავ და უფლის თანდასწრებაში იქნები. ეს ჯობს. ამენ. უკეთესია. ჰალელუია. ნელ-ნელა დავასრულოთ ძვირფასებო. როგორც გამოსვლის ისტორიაში სახლის კარებს, წირთხლებს წაუსვეს სვერპლის სისხლი, ისე შენი გულის კარებს წაუსვი იესოს სისხლი, რომ ის შემოვიდეს. ამენ. მაღლა იწიეთო კარიბჭეებო, ფსალმონი ამბობს. შენი აზროვნების კარიბჭეები გახსენი, გააფართოვე. უფლის ხედვით და რწმენით დაინახე და იფიქრე. შეწყვიტე, რასაც ხედავ, იქიდან გამომდინარე სიარული, რწმენის თვალებით იარე. ჰალელუია. შეცვალე ეს. ფართო კარები გაუკეთე იესოს. ეს შენ უნდა იარო ვიწროში. უფალს არ უთხრა, უფალო, თუ გინდა მიაღწიო ჩემს ცხოვრებაში, აი ვიწრო კარიდან უნდა შემოხვიდე. ამენ. შენ გჭირდება გადარჩენა, უფალს არა. თლიანად დაუთმე შენი ცხოვრება უფალს. ჰალელუია. მოდით ნახოთ ძვირფასებო შემდეგი ილუსტრაცია. ჩვენს ეკლესიას სიმბოლურად ქრისტეს კიდობანი ქვია. უფალი ამ კიდობანში, რომლის კარები ღია არის, გელოდება რომ მოხვიდე და მოიყვანე ხალხი. ამენ. უთხარი ხალხს რომ გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ იესოშია, არა ეკლესიაში. კიდე ერთხელ ვიმეორებ. არის კატეგორია მორწმუნეების, თავის ეკლესიას აქებენ, თავის პასტორს აქებენ. ეკლესია ვერ იხსნის. პასტორი ვერ იხსნის. იესო ამხსნელი. ეკლესიაში და ასე შემდეგ კი არა, ნუ ეს პირობითად. იესოსთან მიიყვანე ადამიანი. ამენ. იმიტომ რომ მოსულა ადამიანი ესე რაღაცისთვის ეკლესიაში ვერ მიუღია პასუხი და წასულა. იესოსთან მიიყვანე ადამიანი. ის არის მხსნელი. იესო ეცვა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის და არა ვინმე და რაიმე ძვირფასებო. ამიტომ ღია არის ეს კარები. ამენ. არის ტრადიციები ძვირფასებო, რომლებმაც საერთოდ დაუხურეს კარები იესოს. ის ტრადიციები, ის რიტუალები, რომელიც საერთოდ არ არის ნახსენები ბიბლიაში, მაგრამ ეკლესიები აკეთებენ. ნახეთ ერთი რა კარგი სურათია, ძალმომწონს. იესო გარეთ ჩამომждარი. არ შეუშვეს, მაგრამ შეუშვეს რა? რაღაც ტრადიცია, აღნიშნავენ ზეიმს. გესმენთ? ბევრი ესე ვთქვათ რაღაც რიტუალია, რომელიც არ ბიბლიურია, ამას აკეთებენ და ამით რა გამოდის? ვინ ჩასაფრებულია, იმის ჭკუით აკეთებენ დეტალურად ყველაფერს და რაც იესომ თქვა, იმას არა. ეს ნიშნავს იმას, რომ იესოს არ უშვებს შენ ცხოვრებაში. არის ლოგიკა ამაში, რაც გითხარით. სად არის, როცა რაიმეს აკეთებ იესო? კარებთან ესე შეუძლია იესოს შემოიჭრას შენი კარები და შენ ცხოვრებაში? რა თქმა უნდა. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს. მას უნდა რომ შენ გავუღო კარები. ამენ. ჰალელუია. კარები შიგნიდან იკეტება და იხურება, რომ შენ მოკიდო შენი ხელი და გახსნა. ჰალელუია ძვირფასებო. მოდით ნახოთ იოანეს მე-10 თავის მე-7 და მე-9 მუხლები. არ უშვებენ იმას, ვინც თავად არის კარები. თავის ცხოვრებაში. კვლავ უთხრა იესო მათ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მე ვარ კარი ცხვრისთვის. მე ვარ კარი, ვინც ჩემით შედის, გადარჩება ვის უნდა? გადარჩენა ვის უნდა? იესოს გარეშე გამორიცხულია გადარჩენა ძვირფასებო. ნახეთ რა წერია.
შევა და დაიღუპებაო არ წერია, რა მაგარია. ისევ გამოვა. ამენ. შენ არ დაგაბამენ აქ და არ გეტყვენ აღარ გიშვებთ, იესოს მოსვლამდე აღარ გიშვებთ სახში. ზოგს უნდა ესე. არ უნდა გაუშვა. რომ იღუპება ეგ სადაც მიდის. გამოვა ამბობს და საძოვარს პოვებს, წავა, ჭამს, სვამს, იკურთხება და ისევ მოვა. რატო გაკურთხებს უფალი? შეგეშინდა? შეგიძლია ეს გააკეთო ომახიანად. ამენ? ჰალელუია. შენ იპოვი საძოვარს. უფალი სწორ საძოვარზე მეგიყვანს. კურთხევებთან მეგიყვანს. ამენ. თება მას ვიფასებო. დიდების ღირს ღმერთს. ჰალელუია. და ნახეთ ბოლო ის მინდა გაჩვენოთ და მოვრჩეთ. ცოტათი გახსნელი. ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა იყავით მოშურნე და მოინანიე. დგავარ კართან, და ვაკაკუნებ. არ შემოიჭრება იესო შენ ცხოვრებაში. ამენ? ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს. როგორ მოისმინო იესოს ხმა? როცა ამ ცხოვრებისეული გადარბენების ხმა ახშობს მის კაკუნს. ვინც მოისმენს, გამიღებს, შევალ მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან. გამარჯვებული ჩემთან ერთად დაждდება ჩემს ტახტზე, ისევე როგორც მე გავემარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. რასასწაულია უფალი ძვირფასება. დღეს თუ შენ გამხილა სიტყვა, გააჩერე ყურები, რომლებიც ეცდება ჩამოიწიოს. წამოწია ისევ. უყვარ ხარ მამას და იმიტომ. ამენ? არ მოიღუშო სახე. თუ სიკეთეს აკეთებო, რატომ მოგიღუშავსო სახე? ამენ? ჰალელუია. თუ სიკეთეს აკეთებ, სახე გახარებული უნდა გქონდეს. თუ უფალს რამე გაუკეთე, ტრაური კი არ უნდა აისახებოდე შენ სახეზე. გახარებული უნდა იყო, კაცო, შენ ხო უფალს გაუკეთე. ალო? ამენ? იმიტომ რომ მას უნდა რომ შენ ყველანაირ ხმაურს ჩაუწიო, რომ მისი ნაზი კაკუნი გაიგონო. მას უნდა რომ შენ გაუღო კარები, თორე იცი ხალხი იტყვის რომ ძალით შემოიჭრა იესო ჩემს ცხოვრებაში. არ შემოიჭრება. იესო ძალით არავის არ შეაგდებს სამოთხეში. იქ შენი ნებით უნდა იყოს შესული, რომ მთელი ცხოვრება მადლიერი იყო მისი, რომ მადლობა რომ მე ამ ადგილს, რომელსაც არ ვიმსახურებდი, უკვე ვიმკვიდრებ. და ნახე თან რა შანსები გაქვს. სადაც იესო დაждდა გამარჯვების გამო მამის გვერდით, შენც მასთან იქნები. რა გინდა მეტი? აი სად უნდა იბალახო? რას ბალახობ? რას საძოვრებზე დადიხარ? ძირფასებო, მინდა რომ სერიოზულად ვიფიქროთ. მიეცი საშუალება იესოს, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მას გქონდეს ხელმისაწვდომი, ხელმოსაკიდი შენი ცხოვრების კარების სახელურზე, რომ როცა მოუნდება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში და მდგომარეობაში გააღოს ეს კარი და როგორც საკუთარ სახლში ისე შემოვიდეს შენ ცხოვრებაში ეზოს სახელით. და ყველა თქვა ამინ ჩვენს უფალს ვიფასებო. ჰალელუია. ხება მას. ხება და ვიდება უფალს. ამენ მოდი წამოვიდეთ.